გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ დემო და ეს არის მეორე დუბლი, იმიტომ რომ მიკროფონი ჩუმოთიხო. რისი ახსნა მინდა დღეს ზოგადად მინდა რომ დავიწყო ვიდეოების ციკლი, ანუ პატარა კურსივით გავაკეთო და კურსი შეეხება Telegram-ის ბოტს. ზოგადად ბოტებს მაგრად იყენებენ, ბევრი ხოდი აქვს რა. და ეხლა გიხსნით უმარტივეს მაგალითს, როგორ შეიძლება ბოტი გააკეთო. პირველ რიგში რა გვჭირდება პაკეტებიდან. პაკეტებიდან აუცილებელი არის, რა თქმა უნდა, Telegram-ის Telegram bot API, Express-ი, ეს რა თქმა უნდა, მე მჭირდებოდა, ხო? ამის გარეშე, მოკლედ. და ნოდემონი წინა გაკვეთილშიც განვიხილეთ და არის ესეთი რაღაც. ნოდემონი გჭირდება იმისთვის, რომ Ctrl+S-ის დროს JavaScript-ს კი არა და frameworks. Node.js შეიმენა მეძინება უკვე, დღეს ვიდეო არ გამოვა. ეს ვიდეო არ გამოვა და ეხლა მოწევ სიგარეტს. მინდა რომ იმ ადამიანთან მივიდე, ვისაც მე უყვარვარ. გავაგრძელეთ ვიდეო. იმედი არ გესმოდა, მაგრამ რას ვამბობდი ახლა. ჯამში დავიწყოთ ეს რომ ამას ხوار დავდებ. იყოს რა. სურვილს ვიფიქრებ ხოლმე ყოველ 12 საათს. თქვენ შეგიძლიათ ჩაიფიქროთ. ძალიან ისეთ პირადული ვიდეო გამოვიდა, მაგრამ მაინც დასამალი რადგან არაფერი არ არის, მოდი გავაგრძელებ და განვათავსოთ. კაი. რისი თქვა მინდოდა, პირველ რიგში კოდი ნახეთ. გამოყენებული პაკეტი იცით. ძალიან პატარა არის. Anyway-შედიათ არაფერი არ მქიხარ როგორ შეიძლება დაარეგისტრირა ბოტი. New bots მიცემ. და გეუბნება რა სახელი გააკეთე, მოიცადე? Any bot, how are you going to call it? კიდე ბოტი დავარქვით. ქართულად? Good. დაჟე ეგრე შეიძლება, კი. ეხლა რაღაცა საშინელი უნდა დაწეროთ. იმიტომ რომ ყველაფერი დაკავებული არის. და ბოტით უნდა ბოლოვდებოდეს. ან დიდი ესეთი ბოტით, ან ქვედატირეთი ბოტით. Invalid username, invalid არის ფაქტიურად 1 2 3 კაი და bot. Strapat. Sorry, this username is already taken. ანუ აზე ხართ რამდენი ბოტი არის გაკეთებული. ეხა მაგრად ვიცინებ, იმენა ეს სახელი არის. Username is already taken. ეხა გავგიშდები. აჰა. არა, გადაობა არის ხო უკვე. მე მაგის აღარ მჯერა ხა. ესეთი? Sorry, username already taken, please. Something different, ამაზე different რა გინდათ? ეს რაღაცა თოხი, ქართული მაინც, ცოტა, ვინმე, bot. ქართული სიტყვები მაინც განსაკუთრებული არის და ეგ არის გავვარტყი ჩემი, არა ეს არ არის და თოხი ქართულის გარდა ვინ იცის? კაი, ეს მაგარი სასაცილო არის. მეთქი დავაკოპირეთ. იმედა არ ამჯეროდა მართლა რა. მეთქი რანაირად თქმა, მაგრამ გავაგრძელეთ რა. ტოკენი ჩავანაცვლოთ და აი აქ არის ჩვენი ბოტი. და ეხლა რა შვება კომანდი. პირველ რიგში button message, ანუ ჩვეულებრივი event listener-ი არის და როდესაც message მოვა bot-ს, შემოვალთ ამ ფუნქციაში. დავაჭირე start და start-ზე არაფერი არ მოხდა. ასე რომ შეგვიძლია გავგზავნოთ message მაგალითად Z-ზე. და Z-ზე მივიღეთ უკვე პირველ რიგში დამევიღეთ ჩვენი Telegram-ის ID. ბოტი ვართ თუ არა, ის bot false-ი. ჩემი Telegram-ის username, last name და language English-ი. Date და ტექსტი. ეხლა აქ რა არის მთავარი? chat-ის ID და ტექსტი არის მთავარი. რა შეგვიძლია ეხლა მით გავაკეთოთ? პირველ რიგში შეგვიძლია რომ მისი SMS-ი უკვე გადავგზავნოთ ჩვეულებრივად, შეგვიძლია სტიკერი გავგზავნოთ, რომელიც Telegram-ის არის და უნდა არჩიოთ, შეგვიძლია ასე ფოტო გავგზავნოთ. და ყველა საინტერესო იდეა ალბათ იქნება ესეთი ბოტები არის, ანონიმური საიტები, ცოტა გარკვეული ტიპი ვარ ამ საქმეში. და შეგვიძლია ესეთ რაღაცა დავალაგოთ, მაგალითად. შევინახოთ user-ები. ცარიელი მასივი და user-ი რა შემოვა. მოდი ესეთი რაღაცა ვქნათ from-ი users წერტილი ფოში. message წერტილი from. აქ უკვე user-ი გვაქვს და რა შემთხვევაში ვქნათ, იცით? კომანდი ხო შემოგვდის. if კომანდი უდრის და არც აი ყველაზე ელემენტარული რა, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება.
რაც საზრად მოგაფიქრდებათ. თუ სტარტს უდრის, სტარტი ხო სწორად დავწერე, კი, სტარტო. მაშინ ჩასვი და თუ კომანდი უდრის, ნუ მაგალითად ins users-ი ფილტრი users-ი უდრის users ფილტრი u წერტილი id არ უდრის, ან უდრის, აი ეგ მე ვახომ. ეს და ბარემ აქ დავაკონსოლოთ. console წერტილი login users-ი no push. კი არა და remove, მაგრამ რო გავიგოთ რა პოსტა. და აქ იყოს სეტი. რაღაცა ესეთი. და ეხლა მესეჯი გავაგზავნოთ, რომ მაგალითად თქვენი მესეჯი არის ეს და ზემოდან ამას კიდე პლუს მომხმარებლები რამდენი არის. მომხმარებლები უდრის პლუსი users links. ბანდიკამიდან გადმოვიდი აქ თე პროსტა არ ვიცი დრო რამდენი წერია. 6 წუთი არის. 15 წუთი მაქვს დრო და ეხლა ვცადოთ რა მოხდება. ნუ მაგალითად მივეცე სტარტს. კობადები სად არის? აბა. რატო არა მაქვს კომანდების ლისტი? რაღაცა ბოტში არ მუშაობს ხა თქვენს დამოღმ, იმიტომ რომ ერორი არის რის გამო. user.id მაინცა და ეს this moment-ში. მაგრამ აქ რა ხდება? ეს მეუბნება can treat properties of undefined, მაგრამ რადგან მასივი არის ამ შეხედვით, როგორ შემოწმება ჭირდება if users links-ი არის. იმიტომ რომ მეუბნება რომ კაროჩე არაფერი არ არის შეგინთო და რანაირად კითხულობ აიცა, სწორი არის. აბა ეხლა ვცადოთ. მაინც ერორი არის გავასწოროთ. desktop-ი if users links არ უდრის nulls ესა. სად არის ლოგიკა თუ? ანუ ამ ფუნქციაში ვაფშე არ უნდა შემოვიდეს თუ users links-ი. თუ users links-ი არ უდრის nulls, მაშინ შემოდი. და users-ი უდრის users წერტილი filter uid. id can treat properties of undefined, მაგრამ რატო შემოდი ხარ თუ properties of undefined. შემოგვივიდა. users-ი უდრის აბა კაი, ეს რომ მოვაშოროთ ხა და კაროჩე. რაღაცა იქნება რა იმენა ვერ გავარკვევი ცოტა. უძილო ვარ დღეს. ნუ user-ები ორი არისო მეუნება. აბა ეხლა დავაკონსოლოთ user-ები მოდი. ეგრევე გავიგოთ იქნება და user-ებს ID რა აქვს. ვერთობი ვიდეოს ვიწერ, პიცას ვალოდები და რაღაცეებზე ფიქრობ, რაც დღეს დამემართა. უცნაური იყო ძალიან. სხვა შორის მეც მესმოდა, მაგრამ პროსტა არ ავყრევი. აი ჩემთვის ვიყურებ და ჩალიჩებ რაღაცებს.